დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი ელგუჯა ქავთარაძე, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაკულტეტის დეკანი და საერთოდ სოხუმის უნივერსიტეტის წლების განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი არის. დიდი მადლობა ბატონო ელგუჯა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენ დღეს შევეხებით ზოგიერთ საკითხს, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებულ რეფორმას და განსაკუთრებით რეფორმის იმ ნაწილს, რომელიც ეხება ახლა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მაგრამ ძირითადად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალობების, როგორც არის ეკონომიკა, ბიზნესი, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებანი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ანუ კლასიკური სპეციალობების ფაქტიურად განადგურებას, როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ილიას უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. და რა თქმა უნდა, ეს თქვენ მოგეხსენებათ, რომ 12 ესე იგი თებერვალს საერთოდ გამოვიდა განათლების მინისტრი ბატონი კივი მიქანაძე, რომელიც საკმაოდ ცნობილი არის პოლკოვნიკი პოლიციის და საკმაოდ წარმატებული პოლიციის ხაზით. მან გვაუწყა ჩვენ, რომ ესე იგი უკვე მოცემულ უნივერსიტეტებში როგორი ტიპის და რა სპეციალობებზე იქნება მიღება, ხოლო მანამდე გასული წლის ოქტომბერში, მგონი 18 ოქტომბერს იყო, პროფესორმა ირაკლი კობახიძემ გვაუწყა, რომ 7 პუნქტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება, რომ მომავალში, ესე იგი, ნავარაუდევია საქართველოში ერთ ქალაქში იყოსო ერთი ფაკულტეტიო. ის გულისხმობდა ალბათ ერთ სპეციალობას. შესაბამისად, 12 თებერვალს რომ იყო ეს გამოცხადებული კონკურსი, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში, როგორც არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეს სპეციალობებზე ეკონომიკური ხაზით, სოციალურ-პოლიტიკური ხაზით საერთოდ მიღებები არ იქნება მიმდინარე წლის როგორც საბაკალავრო პროგრამებზე, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე. მაშინ ითქვა, რომ რა თქმა უნდა, გარკვეული რეაქცია უნდა ქონოდა და 13 თებერვალს, როგორც მე ვიცი, შეიკრიბა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის ფაქტიურად იქ იმ პერიოდში 10 წევრი იყო, მე-11 უკვე არჩეული რექტორი ხალბატონი თეა ჯუღელი, ხოლო ის 10 წევრი იყო გასული წლის მარტ-თებერვალში ფაქტიურად დანიშნული თითოეულას გამოკლებით წინა რექტორის ბატონი ზურაბ ხონელიძესი, რომელიც აპირებდა ამ უნივერსიტეტში 8 წლის შემდეგ კიდევ ესე იგი გაგრძელებას, რადგანაც მას სურდა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაქმეოდაო სახელი, თქვათ, იყო ვარიანტი აფხაზეთის საერთაშორისო, სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი და შესაბამისად სახელმწიფოების ცვლილების შემდეგ მას შეეძლო არა 8 წელი, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ 28 წელი და ბლამისას ბატონი ალეკო გვარამიას რეკორდი მოეხსნა, რადგანაც ბატონი ალეკო გვარამია, ჩემი კოლეგა, მათემატიკოსი, შეთაშორის, კარგი დონის მათემატიკოსი, 1988 წლიდან 38 წელი რექტორია. მაგრამ აი ეს განცხადება მე რომელიც როგორც ირკვევა იყო საკმაოდ კარგი, ჩვეულებრივი მიმართვა იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და სენატის სხვადასხვა
მერე რატომღაც არ იყო ესე იგი დადებული ისა და შესაბამისად ნუ ეს საკითხი დარჩა აი ეს ვთქვათ ისე ღიად აი ახლა მე რა მაინტერესებს ბატონო ელგუჯა ჩვენ რომ ვისაუბროთ მე ვიცი რომ თქვენ ფაქტურად ეროვნული მოძრაობიდან მოდიხართ კაცი რომელიც ყოველთვის ლაპარაკობდა სიმართლეს რასაც ფიქრობდა იმას ლაპარაკობდა და აი ახლა მარტივი ვთქვათ გათვლები ეს ეხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნიშნულოვანის ფაკულტეტს ბიზნესის და სოციალური მინისტრია რომლის პროფესორი თქვენ ბრძანდებით და ადრე ეკონომიკის გარდა თქვენ ამ ფაკულტეტის დეკანი იყავით ეს იყო სოციალური და პოლიტიკური მეცნიერება ახლა ის რომ 8 სამაგისტრო და 8 სადოქტორო 6 სამაგისტრო და 6 საბაკალავრო პროგრამაზე მიღება რომ არ იქნება უკვე სექტემბრისთვის ეს ფაკულტეტი კარგავს 22 შტატს. დღეისთვის თქვენს ფაკულტეტზე 8 პროფესორი მუშაობს, 31 ასოცირებული, 3 ასისტენტ პროფესორი და 1 ასისტენტი, სულ 43. ესე იგი ერთად არის 53. შესაბამისად ის რომ ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების 6 საბაკალავრო პროგრამაზე მიღება არ იქნება. ასევე სექტემბრიდან 6 სამაგისტროზე ბიზნეს ადმინისტრირება, სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკაზე მიღება არ იქნება. გამოდის 10 შტატი ბაკალავრიატში, 12 მაგისტრატურაში, ამის საათები არ იქნება, შესაბამისად, ესე იგი, ეს პროფესორები ან უნდა გაანთავისუფლონ, მაგრამ მექანიზმი როგორია განთავისუფლების? და მე მინდა შეგეკითხო თქვენ, როგორც აქტიურ კაცს, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს, თქვენი აი ამ კოლექტივის წევრების ყველას აქვს თუ უმრავლესობას აქვს თუ არა გაცნობიერებული რა ელოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე და მე უკვე ყოველ ერთ სემესტრში საათები შევცირებ. პირველ რიგში მადლობა ბატონო თეორ მოწვევისთვის. დიდი მადლობა და თეად მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. სხვაშორის მე ეროვნული მოძრაობიდან არ მოვდივარ, მაგრამ დღეს ვარ აფხაზთა კრების წევრი, დღესაც დიდი ხანია, ერთ-ერთი თანადამფუძნებელიდან. აქტიურ ვარ საზოგადოების საქმიანობის ჩართული. რაც შეეხება ეხლა ჩვენს პრობლემას, ჩვენი უნივერსიტეტის პრობლემებს მთლიანობაში და ეხლა თქვენ თქვით ეს ფაკულტეტი, სამწუხაროდ ცუდი მდგომარეობაა. ცოტა მინდა დავიწყო თქვენ ახსენეთ ის წერილი ამის შესახებ, რომ ეს აკადემიურ საბჭომ სენატმა რომ მიიღო. სხვა შორის ეს წერილი არა მაგათმა გამოაგე, ახლა ხან გამოაქვეყნა ნინო ხარიბავა. მან დადო თავის Facebook გვერდზე, წავიკითხე ეს წერილი. ნუ იქ არის ნახსენები, რომ თუ ეს წერილი მოიცავს თლიანობას, იქ არის ნახსენები მრავალპროფილური და შედარებით შეიძლება ნორმალურად ჩათვალოთ. ხო, განსაკუთრებული შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ ნორმალურია შედარებით, სადაც აღნიშნულია გარკვეული. ეს დაიმალა ეს წერილი. ეს წერილი დაამალა, მე მგონი, თვითონ რექტორმა, ქალბატონმა, რომელიც უნდა ვთქვა, რომ მავნებლობის მეც არაფერს არ ეწევა სოხუმის უნივერსიტეტში, ეს არ უნდა იყოს ეს ქალბატონი რექტორი. იმან არ იცის ჩვენი მდგომარეობა, არ იცის მაგამ ხაზეთში როგორ იყო, რა ხდებოდა, რა გველის, რა გვინდა. ამაზე წარმოდგენა არ აქვს და მე უბრალოდ მეწოდება, რომ წავიდეს ჯობია, სახეც მაინც შეინარჩუნებდა. რაც შეეხება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მთლიანად საერთოდ ყველა თანამშრომელს, ისა ჩვენი ფაკულტეტის თანამშრომლებს, აქაც მძიმე მდგომარეობაა. გაბისონია იყო მოსული მინისტრის მოადგილე ერთი შეხვედრა იყო, მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას და ერთ-ერთმა ლექტორმა კვარაცხელიამ ეკონომიკის დოქტორმა ბატონი მურმან კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მე მხარს უჭერ ამ რეფორმას და დრო არის შემოვიდეს ჩვენთან
მუდმივი პროფესორის სტატუსი ეკონომიკის ფაკულტეტზე. აი წარმოგიდგენიათ ამას ადამიანებს აქ დარჩები, არ დარჩები, როგორ იქნება ამაზე საუბარი? ძალიან ძიმე საუბარი ქონდა. სხვადასხვა ძიმედ და ცუდად იქცეოდა ეს გაბისონია. აი სუფთა ბოლშევიკური მიდგომა ქონდა, მაგრამ მე მიხარია ის საღამო რო ჩატარდა, იმიტომ რომ ჩვენი აკადემიური პერსონალი დადგა ფეხზე და საკმაოდ არაფერი არ დაუთმეს ამ ადამიანს. და ესეთი მდგომარეობა დაძაბული საუბრის პერიოდში გამოდის მურმან პარაცხელია და ესეთ რაღაცას უკაცრავად სტუდიაში რო ვარ ბოდავს. მე დავწერე მასზე პატარა სტატუსი, პირშიც უთხარი, ამ კაცმა სოხუმს უღალატა. მისი ადგილი უნივერსიტეტში არ არის. არ ვიცი, ალბათ დადის მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ის სირცხვილია რა, ყველა უნდა გაიგოს. ასევე მინდა სხვების მიმართ რამოდენიმე სიტყვა ვთქვა, რამოდენიმე ადამიანის გარდა მაინც და მაინც ეს ამბავი არ აღელვებთ. შეიძლება გულში აღელვებთ, მაგრამ არ ვიცი რა სინდრომი აქვთ, შიშია თუ რა არის, ჩუმად აკეთებენ ბატონო თემურ სილაბუსებს. აი ჩვენ გადავრჩებით. ეს მიმართულება გადარჩება. ქონდა საუბარი ინდივიდუალურად ისედაც, აი როგორ გადარჩებით, რას აპირებთ? აი ჩვენ ვინც ავართ ხო უნივერსიტეტში, ჩვენ ვფიქრობთ თლიანად უნივერსიტეტზე და არა ცალკე რაღაც სპეციალობებზე და ფაკულტეტზე. ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ არავინ არ გადარჩება. და იქ მდგომარეობა ესეთია, რომ აი ჩვენ რატომ, როცა ჩვენი პროგრამები არ იხურება, რა არ იხურება, დახურულია, მიღება არ არის. ეს სავალალო მდგომარეობა და დამოკიდებულება ამ ხალხის ამ საქმის მიმართ ძალიან ნეგატიურია რა. ხარს უჭერენ გაბისონიას გამოსვლას, ხარს უჭერენ რაღაც ეგრეთ წოდებულ რეფორმას. აი როგორ გითხრათ, ერთი ჩვენს ფაკულტეტზე ალბათ 3-4 კაცი თუ წინააღმდეგობაში და თუ ღიად საუბარში არის. დანარჩენი მე მაგალითად შეიძლება ვწდები, მაგრამ მე არ გამიგია ან შეხვედრებზე, ან აქციებზე, ან რაღაც მონაწილეობებზე ვინმე სხვა ამოიღო. ის კი არა, მე მითხრეს ესეთი უნდა ვთქვა, დიდი ხანი არ არის სტუდენტებმა დაწერეს რამოდენიმე ლექტორზე მოღალატე. Facebook-ზე დადეს. მართალი გითხრათ, მე არ მომეწონა, იმიტომ რომ ესე იარლიკის მიწებება მოღალატე ცოტა არ იყოს მძიმეა და შეიძლება არასწორიც იყოს, მაგრამ აი ამ ნუ ეს თავიანთი საქმე არის, თავიანთი ხედვა არის და როგორ განსაზღვრავენ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არასამართლებელი. ამიტომ მათ შეუძლიათ ეგეთი რაღაცები გააკეთონ. ამ დროს საინტერესო ის არის, რომ მირეკავს ერთ-ერთი პროფესორი ფილოლოგიიდან, შენ უნდა დაგიბაროთ კომისიაზე, ეთიკის კომისიაზე, შენ საკითხი უნდა განვიხილოთ. რა ხდება მეთქი რო ამიხსნათ შეიძლება თქვენო რაღაც დაწერეთო სტატუსიო მოღალატეო და და ამ პერიოდში მე არ ქონდა ნანახი. და მე ვთქვი, უბრალოდ ამიხსენით, რატომ მიბარებ, რატომ უნდა მივიდე. კი ბატონო, მოვალ თუ საჭირო არის მეთქი და ვისაუბროთ. მე გავიგე ეს ამბავი. ცოტა არ იყოს ესეთი დამოკიდებულება, იმე შენ გიბარებ რაღაცას ეს ნუ სირცხვილია უბრალოდ. ჯერ გაერკვია რა ხდება და ასე შემდეგ. აი ეს მე ახლა დიდად არ მაღელვებდა ეს სიტყვები, მაგრამ რა ჩანს აქ ბატონო თემურ, ჩანს ის რომ უნივერსიტეტისადმი დამოკიდებულება არ არის ეს. სხვა რაღაცაზე ფიქრობენ. აი მე შენ არ ახარ მართალი და მე უნდა ვიმუშაო, უნდა გადავრჩი. შორის ერთ-ერთმა მძიმეა ახლა უნივერსიტეტის სამუშაოს დაკარგვა. ერთ-ერთს უთხარი, რამდენადაც ვიცი, იარაღი ეკავა და მომდა ეს კაცი. რატო აკეთებ მეთქი, რატო არ ახარ უფრო აქტიურა? ძალიან მძიმე სიტყვები მითხრა, აი ცუდად ვიყავი 2 დღე რა. მე რო კიდე მეორეჯერ დევნილი გახდეო, თავს მოვიკლავ. არ მინდა არც დავასახელებ ვინ იყო ეს მამაკაცი. ვერ გაუძლიებო უჭაობო. ესეთ მდგომარეობაც არის, ეს სამძიმე არის. და ამას ყველაფერს იგნორირებას უკეთებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა ის განათლების მინისტრი და შემდეგ, რომელმაც თქვა ესეთი წინადადება, თქვენ რომ დაბრუნდებით სოხუმში, მაშინ ყველა პროგრამას დაგიბრუნდეთ. აი ხო, რავი, დაცინვა ხო. აი რას წარმოადგენს ეს ადამიანი?
და მას მიმატებული კიდე ის გამისონია, იმ შეხვედრა ყოველთვის მახსენდება, იქ ორი წარმომადგენელი იყო აფხაზეთის მთავრობიდან, ერთი იყო განათლების მინისტრი, აი გვარები არ ვიცი და არც მაინტერესებს, მეორე როგორც გავიგე, ფინანსთა მინისტრი. ამ ფინანსთა მინისტრს ჩვენთან დაუმთავრებია ეკონომიკა. ხალხს უჭერდნენ გამისონიას. ეს სოხუმი დაივიწყეს და მე რო დამთავრდა ეს შეხვედრები, იმათ რა თქმა უნდა გავაჩერეთ და თავისი მიიღეს, მაგრამ მე არ მინახია და ბიჭები მეუბნებოდნენ, აი ეს ფინანსთა მინისტრი ვინ ხართო თქვენო? რას წარმოადგენთ? უნდა დაიშალოს უნივერსიტეტი. აი ეს ხო, რა უნდა დაიხუროს აფხაზეთის ფინანსთა მინისტრია იძახდა თურმე ამას. მე ამაზე ორივეზე სტატუსი დავწერე, გამოაქვეყნე მიმართე ისა აფხაზეთის მთავრობას კიდე, რომ ეს ხალხი არის მოღალატეები. აი მე მართლა გავაკეთე სიტყვა მოღალატე მაშინ მიხმარე, როდესაც ესეთ დამოკიდებულება დაამკვიდრეს მათ ამ მდგომარეობაში. აი ამ მდგომარეობის პერიოდში, როდესაც გვირთხამენ, რა ვიცი, რასაც ჩვენი აკადემიური პერსონალი ჩვენთან. ძალიან სამწუხაროა. დიახ, აი ბატონო ელგუჯი, მადლობა აი ამ სიმართლისთვის. საქმე იმაში, რომ მართლაც სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავ, წაიკითხავ, მოისმენ მათ შორის სტატუსებს ჩვენი არა აფხაზეთელი ექსპერტების, თბილისელების, ღირსეული ხალხის, რომელსაც აღელვებს ეს ეგრეთ წოდებული რეფორმები, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაქსიმალურად შევიწროება და შემდეგ და ისინი ლაპარაკობენ ზუსტად იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ რატომ არის პროფესორ მასწავლებლები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა პასიური რამოდენიმეს გარდა, ხა ჩვენ ვიცით ეს 5-7 კაცი ვართ, ისეთი, ვიც აქტიურად პროფესორი პაპასკირი, თქვენ, სხვები და ასე შემდეგ, მაგრამ 215 კაცია კონკურსში გასული და იქიდან თუნდაც რომ 15 საუბრობდეს, ეს ცოტა. მაგრამ მე მინდა შევახსენოთ საზოგადოებას. ის რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამწუხაროდ პროფესორების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო და ამასაც ჩვენ მეცდებით ერთად აქვს და ნაკლებად ესე იგი საუბრობს ეს მათ შორის მათი ბრალი ნაკლებია ვიდრე გნებად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა ლეგიტიმურის. მოგეხსენებათ ბატონო ელგუჯა, როცა აფხაზეთს ყავდა პოლიტიკური ლიდერი, ას გასვენებული სამწუხაროდ ბატონი თამაზ ნადარეიშვილი და ჩვენ ყავდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ლიდერი პროფესორი ოთარ ჟორდანია, რომელიც იყო არის აფხაზეთის მკვიდრი, ვერავინ მათ შორის საქართველოს სტრუქტურებში მე მახსენდება პერიოდი ბატონ ელგუჯა, როცა ჩვენ აქ უკვე თბილისში, ესე იგი, ჯერ რექტორი არ იყო დანიშნული, 93 წლის ოქტომბერია, ახალი გადმოსული ვარ, იქ სანამ ცხენი წყალი გადაიკეტებოდა და აქ ვითხოვთ რომ ეს რადგანაც ბატონი ფელიქსი თხებუჩავა, ადმინდრატორი იქ იყო დარჩენილი ზუგდიდში და შემდეგ და მახსოვს ჩვენ შეხვედრა გქონდა მაშინდელ განათლების მინისტრთან ბატონ კვაჭანტირაძესთან, თამაზ კვაჭანტირაძესთან, რომელიც იყო შევარდნაძეს, განათლების მინისტრი. ჩვენ ვიყავით დიდებულ პიროვნებებთან, ამს გასვენებული თქვენთან მუშაობდა ბორის ყვარაცხელია, ასევე ბატონი ოთარ ჭურღულია, მერე პრორექტორი, ასევე თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი კათედრის ბიზნეს ადმინისტრების კათედრის გამგე ჩვენი საერთო მეგობარი თემურ შენგელია, მე გავხდი და კიდე რამოდენიმე კაცი. მაშინაც ბატონი თამაზი მეუბნებოდა ჩვენ. თქვენო უმრავლესობა თქვენი კოლეგებისო და სტუდენტებისო არისო სამეგრელოდანო. და ნაწილი მართლაც დიდი ნაწილი პროფესორის იყო. იყო ზვიად გამსახურდიას მომხრე და იყო დარჩენილი და ასე შემდეგ და ამიტომ ხომ არ ჯობიაო თქვენ იყოთო ზუგდიდშიო. ახლა უყურეთ ედვარ შევარდნაძე, ახლა თქვენ იცით
ვიცი თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ჩემი დამოკიდებულება იგივეა. ის მაინც პოლიტიკოსი იყო და მას არ უნდა თბილისში სოხუმის ფილიალი მაშინ გვერქვა რა მნიშვნელობა აქვს. და თუ ამათ ჩვენ უხეშად რომ ვთქვათ მივიღებდით, იმ პერიოდში უკვე ზუგდიდში არსებობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. და თუ სოხუმის ფილიალი დაბრუნდებოდა ესე გააგრძელებდა თუმცა ზუგდიდში ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში შერწყმა მოხდებოდა და არ იქნებოდა სოხუმის ფილიალი, იგივე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინამორბედი, არ იქნებოდა პრობლემა მათ შორის ედვარდ შევარდნაძესთვის. მაგრამ მაშინ მინდა გითხრათ, საკმაოდ ჩვენ გაგვიმართა პირდაპირ გეუბნებით, რომ ბატონი როიმ მეტრეველი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც იყო წინვალი ურთიერთობაში დღემდე არის პროფესორ ოთარ ჟორდანიასთან. და ასევე, ბატონი ოთარ ჟორდანიას, ამ შემთხვევაში ედვარდ შევარდნაძე პატივსცემდა და მაინც გადაწყდა თბილისში. და თბილისში ჩვენ დავჭით, იცით თქვენ, და ჩვენ აი აქ ამ 15 წლის განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში იყო ზრდადობა და მართლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაშინ ქუხდა და ხუმრობდა ხალხი, მუშაობს მარტო მეტრო თბილისში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაშინ ეს ბატონო ელგუჯა თქვენ პოლიტიკაში კარგად პოლიტიკის პროფესორი ბრძანდებით, მაშინ ეს ვერ შეძლეს. როცა ბატონი თამაზი და ჟორდანია იყო ამ წლებში, ჩვენ თუ რამე განსხვავებული აზრი ქონდა, მიტინგებს აწყობდი და სიტყვითაც გამოვდიოდი, მე მოქმედი პროექტორი ვიყავი, მათ შორის შევარდნაძის წინააღმდეგ, სხვების წინააღმდეგ, მაგრამ აფხაზეთის საზოგადოება იყო ყარად. პოლიტიკური ლიდერი ნადარეშვილი, ესე იგი საზოგადოება ჟორდანი. სამწუხაროდ ბატონი თამაზი გამაცხი. ახლა მე ვინც არის აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურებში არიან იქ ზოგიერთი მართლა ღირსეული ხარ რამოდენიმე არიან ახლა ის ხალბატონი ადა სხვები მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ბატონი თამაზის შემდეგ პოლიტიკური ლიდერი არ ყავს მართალი ბრძანდებით თანხმებით რაც ეხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქ თქვენ მოწმეხავთ ბატონი ოთარის შემდეგ მოდიოდა ერთი პარაშუტისტი, მეორე პარაშუტისტი, მესამე პარაშუტისტი და რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ 8 წელს გამოვიყენებ იმისათვის, რომ ტრამპლინი გავიკეთო სადღაც სხვაგან სარფიან ადგილზე გადასვლას. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ყოფილიყო ფეხზე მდგომი, როგორც შეძლო ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მხარში ამოუდგა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თქვა რომ ჩვენ თუ არ ავტონომია ჩვენ ვითხოვთ იმას რომ ბათუმ დარჩა შეძლებდნენ თუ არა ასეთ იმას საქმეს გაკეთებას ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან. მადლობა ძალიან საინტერესო კითხვაც არის და თქვენ თითქმის გაეცით პასუხი. აი პოლიტიკურ წილში რო განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვერ ავწდებით ამ პოლიტიკურ სისტემას სოხუმის უნივერსიტეტი არის ესე იქნება. და არა მარტო სოხუმის უნივერსიტეტის ხვების, რატო ანგრევენ დაუშვათ სოლიდარობა მინდა სარგებლო შემთხვევით და ილიას უნივერსიტეტს გამოუცხადო. ძალიან ძლიერი. ილიას უნივერსიტეტი აი თქვენი მუშაობდი და ძალიან კარგად იცით. ილიას უნივერსიტეტს ანგრევენ, იმიტომ რომ ევროპული ღირებულების უნივერსიტეტი გახდა. ძლიერი აკადემიური პერსონალით, აკადემიური თავისუფლებით და შემდეგ. ამიტომ ანგრევენ. თავისუფლება და აკადემიური ცოდნა მეგობრობს. ამათ ეს არ უნდათ. ამას არა განათლება რა შეჭირდება ბიძინა ივანიშვილს ან მაგისტრობას. რაც შეეხება აჭარის საკითხი და ეს ულოცავ მე ბათუმელებს რომ ესე ძლიერად დადგნენ და მადლობა მინდა ბათუმის ტელევიზიას გადაუხადო დამიკავშირდნენ და ჩაწერა გააკეთეს ჩემთან და კახასთან. ისე მხარდაჭერა გამოაცხადეს. მე ძალიან გამიხარდა, ულოცავ და წარმატებას უსურვებ და რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობას, თქვენ როგორც თქვით, ისე თამაზ ნადარეიშვილის შემდეგ მართლა არ ყოფილა პოლიტიკური ლიდერი. არ ყოლია აფხაზეთის მთავრობას და დღეს სამწუხაროა, ჩვენ ვიყავით კომიტეტის მოსმენას, ადა მარშანია რო არა, არც ერთი ხმას არ მოიღებდა. პიროვნულად ყველას ვიცნობთ ერთმანეთი ერთი კუთხიდან ვარ და ერთად გაზრდილები ვართ, მაგრამ არაფერი პრობლემა მე არა მაგ და არც ქონია.
მაგრამ როგორც ასეთი საქმის გამკეთებლები რაღაც ეროვნული ღირებულებები ან რაღაცები მე გადამაშანის გარდა არ ვიცი არის თუ არა სამწუხაროდ არ შეიძლება ვწდებოდე იყვნენ მაგრამ არ ამგონია იმიტომ რომ კაი ბიჭობა არ ნიშნავს რაღაც შენ კარგი ხარ თუ კარგი ხარ მაშინ აკეთე საქმე თუ ახლა ნახეთ ბატონო თემურ სოხუმის უნივერსიტეტის გრევა როგორც კი დაიწყო და სხვა უნივერსიტეტები ვინმე მომიყო ხმა აფხაზი თავრობი არავის არ მოუღია არავის ხმა არ მოუღია და რომ არა დამარშანი არც ამოიღებდნენ ალბათ და იმ თომაზე რაც როცა ვიყავით იქაც გამოჩნდა თუ რა დამოკიდებულებები არ კი გამოვიდნენ და რაღაც ილაპარაკეს მაგრამ რო არა ჩვენი უნივერსიტეტის თქვენ ზურაბი ამ აკადემიური პერსონალის სიმწვავე რო არ ყოფილიყო ის ცოტა სხვანაირად ჩაივიდა რა იქნება მომავალში არ ვიცი ამიტომ ჩვენ გჭირდება თუ ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება ძლიერი თუ არა მაშინ უნდა იყოს ჩანაცვლებები ერთი პერიოდი აფხაზთა კრებაში სამართლების საკითხებთან ერთად იურისტებთან ერთად განიხილებოდა რამდენად მართალი არ ვიცი მაგრამ არჩევნების ჩატარება ჩანაცვლების პრინციპებით ნუ ეს ახლა სხვა საკითხია მაგრამ ესეთ პერიოდში ზოგიერთმა იურისტმა დაადასტურა რომ შესაძლებელია ის მაგრამ ნუ ეს რაც აქვს ის საყვა არ შეიძლება ესეთ მდგომარეობაში აფხაზის მთავრობა იყოს რას აკეთებენ თან კარგად მე ადმინისტრაციულ კორპუსში ვარ და უფრო ხშირად მიწევდა მათი ნახვა ნუ ბოდიში და მოდიან რაღაცას დაესწრებიან მე რეიფურშეტებენ და ისვენებენ წავიან აი ეს იყო აფხაზეთის მთავრობა და მათ შემადგენლობა როცა მოდიოდნენ აფხაზი იმაში სოხუმის უნივერსიტეტში მე მახსოვს ახლა რომელი დეპუტატი იყო არ ვიცი რაღაც ბავშვების სტუდენტური რაღაც მართლობის რაღაც კონკურსი იყო, რაღაც თამაში იყო კონკურსი. ამის თავმჯდომარედ რა გინდაგაც? მიუშვი ბავშვები. და ამათ იმედი როგორ უნდა ქონდეს ბატონ თემურ. მამუკა ბერია ამას შეეწირა. გამოდიოდა, კი შეიძლება მამუკამ ცოტა ძალიან ემოციური იყო, მაგრამ სიმართლეს ამბობდა კაცი. აი, ეროვნული კაცი იყო. ნაომარი კაცი იყო. ერთ-ერთი კარგი სპეციალისტი იყო, მამუკას არ ჰქონდა ხარისხი დაცული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერტის მოწვევა არ შეგიძლია. და აი ეს კაცი მეც ვერ დავიცავი მართალი გითხრათ იმ მოწვევის პერიოდში და ყოფილმა რექტორმა ხონელიძემ შეძლო ის რომ გააგდო ეს კაცი უნივერსიტეტიდან. და იმის ვერ დიდი ხანი არც უცხოვრია მამუკას. ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა მას, მაგრამ აი ეს კიდე დამატებული დაემატა და ასე გარდაიცვალა ერთ-ერთი შესანიშნავი გრანდელი კაცი. და ამათი იმედი დღეს არ ვიცი, ჩვენ თავს არ უშველით ესენი ამათი იმედი მე არ მაქვს. რაღაც სხვა მოქმედებები არის შესაძლებელი ამათი ვერ ბედავენ ესენი, არც გაბედავენ. ხო, ეთყობა დაკვეთაც სხვა ხდა, ახლა ჩვენ ერთად ვიყავი 6 აპრილს შედგა ორი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის, თავმჯდომარე ქალბატონი ადამ მარშანია, ასევე განათლების კულტურის თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ გალობლიშვილი. იქ იყო რამოდენიმე დეპუტატი, მათ შორის ის დეპუტატი მე სოფლიოში არ გამიგია, მაგალითად იყო ესე იგი ისტორიაში რომ შესულიყო პიროვნება, წაუკიდა არტემიდას ტაძარს ცეცხლი და შევიდა მართლაც ისტორიაში, მაგრამ კაცი რომელიც არის იყო და არის ერთმა დიდხანს აცხოვრობს, თქვენ რომ ბრძანეთ ნინო ესე იგი ხარებავა დიდებული სპეციალისტი, ახალგაზრდა გოგო, ქალბატონი სპეციალისტი, ინგლისურენას ფლობს, ყველაფერი ნახა რომ არავით არის მნიშვნელობა არ აქვს, ცოდნას, ინგლისური ცოდნას, რუსული ყველაფერი ამჟამად. ნუ ფაქტობრივად იძულებული, მაგრამ მამამისი იყო რამოდენიმე წლის განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი რეზო ხარებავა, ცნობილი ეკონომისტი, პროფესორი, მრავალი ახალგაზრდას გამზრდელი. და ზუსტად მისი კათედრის გამგეც იყო ეს. და ის იმ კათედრის გამგე დღეს არის თქვენ რომ ბრძანეთ მურმან კვარაცხელია. და როცა ეკონომიკის სპეციალობა იხურება და მათ შორის ხადია მოყვება კათედრის დახურვა, კაცი მხარს უჭერს თავის კათედრის დახურვა. ეს სოფლიოში არ გაკოტრა. ემერიტოსობა უნდა. ემერიტოსობა. ხო და ამიტომ ეს ძალიან ცუდია. თქვენ ბრძანეთ რომ
ხანდახან აი მოისმენ ახლა მე ჩვენ რა თქმა უნდა ქართველები ვარ და გუშინ გავიხარეთ ჩვენი ყველაზე ნიჭიერი საქართველოს ისტორიაში ფეხბურთელი ვახტანგ ესე იგი ჩვენი ესე იგი ხიჩა ყვარაცხელია მაგრამ სპორტი კულტურა ეს ძალიან მაღალია და კარგია ჩვენი კულინარ ყველაფერი მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ რომ მაინც ერის მაჩვენებელი ერის გენი გენეტიკის ერის შესაძლებლობის მაჩვენებელი არის ზუსტად მეცნიერება და განათლება და როცა შენ უნივერსიტეტი თქვენ ბრძანეთ იქ ორი მინისტრიო მე ასე ვიცი არა მარტო იქ ორი მინისტრი კიდევ მესამე მთავარი მინისტრი დევნილთა მინისტრი დავით ფაცაციამ დაამთავრა ჩვენთან ეკონომიკის ფაკულტეტი თენგიზ ნასარიძემ დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი ამათ არა მარტო დაამთავრა მართალია მართლაც იმ პერიოდში როცა უნივერსიტეტი უფრო ძლიერი იყო ჟორდანიის დროს მაგრამ ეს მისი ალმა მატერია და როცა ეს უნივერსიტეტი იჩეხება და არსებული 24 პროგრამიდან არც ერთზე მიღება არ არის აფხაზური ფილოლოგიის გარდა და კი ბატონო ახალი 12 სამასწავლებლო პროგრამები შემოვიდა მაგრამ ეს პროგრამები არ ეხება არც ერთ თქვენს ფაკულტეტს არც იურიდიულს და კლასიკური უნივერსიტეტი ახლა მე მათემატიკოსი ვარ ცხადია მაგრამ კლასიკური უნივერსიტეტი ფუნდამენტური საბუნებისმეტყველოს გარდა და ერთად ეკონომიკის და პოლიტიკის მეცნიერებისა და იურიდიულის გარდა ეს არ არის ეს ცალფეხა უნივერსიტეტია. ეს პროფილური უნივერსიტეტია. ჩვენ გვეუბნებიან ბატონო ელგუჯა. ახლა თქვენ კარგად იცით რომ 50-იან წლებში ქუთაისიდან გადმოვიდა ჩვენთან სუპროფიკული მეურნეობის ინსტიტუტი სოხუმში, მსოფლიოში იყო სულ ორი ასეთი, ერთი სოხუმში, მეორე მგონი ფილადელფიაში, ამერიკაში და ეთყობა ვიღაცა მე სხვათა შორის ეს უნივერსიტეტი ომის შემდეგ გადავიდა ქუთაისში, ალბათ ეს სტომა იყო. მე ასე ვიცი რომ ყოფილი რექტორი ამ უნივერსიტეტის სუბტროპიკული მეურნეობის ბატონი ქარქაშაძე ნაპოლეონი საუბრობდა რომ ჯობია თბილისში იყო და ასე ფიქრობ მე რომ დევნილი უნივერსიტეტი სანამ არა ვართ აფხაზეთში უნდა ყოფილიყავი თბილისში იმიტომ რომ განვითარება აქ არის და ფეხზე დგომა აქ შეგვიძლია უფრო და შემდეგ და მაგრამ მაინც სხვადასხვა მერკანტილური გამო დარჩა ქუთაისში მე შემდგომში სწორად მე ხო იცით სიმართლის კაცი ვარ და დიდი შეცდომა დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა რომ მის დროს ეს უნივერსიტეტი ეს სუპროფიკული მეურნეობის ინსტიტუტი ფაქტურად დაიხურა შეუერთა იმას წერეთლის აკადემიის პედაგოგის და დღეს არსებობს ფაკულტეტის სახით 80 სტუდენტი ყოლია და 90 ახლა ვიღაცა მიფიქრა ეთქობა გაახსენდა სუპროფიკული მეურნეობის და ამიტომ მიფიქრა მოდით სოხუმის უნივერსიტეტ მე რა რომ წავართ ნუ ესე იგი არ ეკნება სამართალი არ ეკნება ფსიქოლოგია კლასიკური ფილოსოფია თქვენ ყავთ ფაკულტეტზე მაღალი დონის მეცნიერი სოხუმელი ხათუნა ამაღლობელი როგორ არა რომელიც არის სამართალმემკვიდრე დიდებული ხალხის ესე იგი შოთა მისაბიშვილი ხუტა შენგელია და ბევრი სხვა ესე იგი ცნობილი ყვარაცხელია შალვა ესენი ყველა იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორები და ეს ხათუნა ამის ის არის და ასეთ სპეციალისტებს თქვენნაირ სხვების სოციოლოგიაში უხურავს სპეციალობას რომ შემოვიდეს აგრონომია აი როგორ ხსნით თქვენ ამას აი ეს სასაცილოა რა ვიცი რთული ამის საუბარი, მაგრამ ნუ უნდა ითქვას, მაგრამ რა რთული როგორ აგვანგრევენ და როგორ არ უნდა ითქვას. ეს მიმართულებები ბატონ თეორეტიკას დაასახელეთ არა? ხათუნა ამაღლობელი ერთ-ერთი უძლიერი სპეციალისტია თავის დარგში. ბოლოს და ბოლოს სოციოლოგიის დარგი საქართველოს შემოიტანა ვიანორ ყვეჩახია. ძმები ყვეჩახია დროიდნენ. დოქტორი ფილოსოფია. ირადიონ ყვეჩახია ეკონომისტი იყო, მამა და ირადიონი თანაკურსელები იყვნენ და ამეჯახთან დღეს ვენორი იყო ფილოსოფიის მეცნიერი. ვენორი იყო ფილოსოფიის და ვენორმა შემოიტანა სოციოლოგიის დარგი. განვითარება უნივერსიტეტში საქართველოში და ხოშორს უნდა თქვა რომ მაგის გოგო
ნანა არის ძალიან ძლიერი ენას მეცნიერებათა სპეციალისტი, კავკასიური ენები რა გინდათ რაღაც აუცილებლად ალბათონია. რაც შეეხება აი ამ პერიოდში, აი ამათენ გრევას მე მგონი მაინც რა არის ჩადებული. თქვენ როცა ახსენეთ აფხაზური ენა, ქართული ენა, ერთ-ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, რამდენიმე ერთი თვის წინ ალბათ ვენახევარი ავტობუსში ჩავჯექი უნივერსიტეტიდან და მოვდივარ და ვიღაც ბავშვი სტუდენტი მოხდა ისე რომ გვერდზე დამიჯდა. ახალგაზრდა გოგო თქვენი კორპუსიდან გამოვიდა მეორე კორპუსიდან და შეიძლება დავზანდე მეთქი. რაღაც საუბარი დავიწყე და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა ფილოლოგიაზე. ქართული ენა და ლიტერატურა უმითხა. ვინ გიკითხავს ლექციებს მეთქი. აი ბატონო თემურ, აი არასდროს არ დამავიძდება ამ ბავშვის ღმერთები მიკითხავება. როგორ მეთქი? დაიწყო. ნანა კუცია. უდიდებულესი. ჩამოთვალა ის. ნინო ვახანია, მირესაშვილი, ტურავა. ისე განახსახიერა ამ ბავშვის ღმერთები მიკითხავება. და ამ ენას ანგრე ხო ეს ცხადია რა იყო ჩადებული. ტრის ხატი ეს არის. ისე ქართული ენა წაგართვა, ისტორია გაგიხალბონ და სამართალი გაგიქრონ. აი სამი კომპონენტი რომელიც უნდა ტერმა წაიღოს. მე რა უნდა ქვეყნის მართვას? ტრის მიერ. აი ეს ძირითადი პრინციპი იყო ჩადებული და რომელსაც დღესაც აკეთებენ, მაგრამ ერთი ის რომ ამათმა დახევაც იციან უკან. როდესაც წინააღმდეგობას გაუწევს, საკმაოდ ძლიერ წინააღმდეგობას დაიხევენ. დღეს რაღაცები რო შენარჩუნდა უნივერსიტეტში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლის შედეგია. ბრძოლის შედეგია ეს ყველაფერი. უბრალოდ აი რა არის, იცით? გაუგებარი იყო, რომ იმის ფონზე მე არაფერი საწინააღმდეგოა პირიქით ხარს უჭერს სამცხე იმის კი ბატონო ბარა იმას გორის, თელავის, ზუგდიდი სასწავლო ესენი უნივერსიტეტებია და მაგრამ იმათ დაუტოვეთ სამაგისტრო ძალიან კარგია. კი ბატონო. ჩვენ სამაგისტრო 18 პროგრამა გქონდა. ლიდერი პროგრამები გვაქვს 5-7 ლიდერები ვარ საქართველოს მიკრობიოლოგიაში, გამოგეთ მათემატიკაში, ბატონ ზურაბი, პაპასკირი, შვები. თქვენ აგერ ბატონ თემო. შესაბამისად, უყურეთ, ამას არ გვაძლევთ ჩვენ. მარტო ჩვენ დავკარგეთ სამაგისტრო პროგრამები. რატო? ეს ხო არ არის ის, რაც რომელიღაც ქვეყანას უნდა. მე მახსოვს, რომ აფხაზეთის ბატონი სხვათაშორის თქვენი ის არის კუთხიდან არის, ბატონი ვახტანგ ყოლბაია როცა იყო აი რამოდენიმე წლის წინ 10 წლის წინ დაახლოებით პლუს მინუს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მან შექმნა აფხაზეთის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი და სათავეში ჩადგა ისიც მართალია ცოტა ბრძოლით მაგრამ ცნობილი ეროვნული ისე იგი მოძრაობის ლიდერი ერთ-ერთი სოხუმელი ავთანდილ დავითაია. ნუ ახლა ჩვენ ციკლ ვიყავით, უბრალოდ ჩვენ ხელფასზე არ ვიყავით, უბრალოდ ვიყავით რაღაცა სამეთვალყროშა, საბჭო, ჟორდანია, სხვები მეც და ეს არა, იყო გადაცემები საკმაოდ ისეთი, მათ შორის რომელიც იყო რუსეთის მიერ, რომელიც რუსეთი თქვენ იცით რომ მუდმივად ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს ინფორმაციული ომს, გალტივი შექმნა, გალში ბევრი სხვა რაღაცა სოხუმში აშენდა შემდეგ და იყო ეროვნული გადაცემები. მაგრამ მე კურატორი ყავს, იცით თქვენ აფხაზეთის სტრუქტურებს, ახლა ნუ სპიკერაჩი ძიც კაცი და არ მინდა ახლა გვარისხმა და იმან მე მიიღო დაკვეთა რომ აქ რატომ გიზვით ეს ეროვნული კაცი და აიღეს და მოახდინეს კულტურული რეორგანიზაცია და ბატონი ავთანდილი კაცი რომელიც ესე იგი მთელი ახალგაზრდობა და ახლაც ახალგაზრდაა მაგრამ 40 წელი შეალია ეროვნულ მოძრაობას ესე იგი ფაქტურად იძულებული გახდა და ეს გვაფიქრებს რომ თუ ვინმე ხო არ ამზადებს თქვენის არ იყოს მინისტრმა თქვა რა საჭირო არის ვინმე ხო არ ამზადებს ბატონო ელგუჯა მომავალში კონფედერაციას რომელიც გაიყო ესე იგი დაიშლება რამოდენიმე წლით და რა საჭირო ამ მომენტში სოხუმის უნივერსიტეტს სადაც თუნდაც 10 პროფესორი ხმას ამოვიღებთ აი ამ კუთხით ხო არ გიფიქრებთ? კი ბატონო, კი როგორ არა, მე მგონი ჩვენ
როცა ვიყავით ფორმულაში, ერთად მაშინ ვამბობდით თქვენს თქვით აღმიჩნეთ. რამე გითხრათ, გალის რაიონიდან როცა აქეთ მოდიხართ, ენგურის ხიდი. იქ უკვე საბაჟო გამზადებულია ბატონ თემური. თავისი დუტი ფრითი იმ კომპონენტებით, იმ სტრუქტურით, რაც საზღვარის გადაკვეთა სჭირდება. რაც უნდა გაიარო. ეს დიდი ხანია და უკვე ყველაფერი გამზადებულია. ასე რომ იქ დღეს ხვალ ეს განხორციელდება. თუ დღეს კიდევ რაღაცნაირად შეიძლება რაღაც ვითომ და აფხაზური პასპორტია, რა პასპორტია, მე არ ვიცი, მაგრამ თუმცა შეიძლება შესვლა და რაღაცნაირად მაინც ხალხს შეუძლია სახში მივიდეს და რაღაც ეს მოისპობა ყველაფერი. გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად განვითარდება შემდეგი ეტაპები რუსების მიერ, რომ სამუდამოდ ჩაიკეტოს აფხაზეთი და მოაშორონ საქართველოს. იქ რაღაც სოხუმში რო ხდება საზოგადოების აქტიურობა ვითომ და იქ ოპოზიცია, იქ რაღაცები. ესენი ყველა არიან რუსეთის მხარეს. ოპოზიცია ერთ-ერთი გამახსენდა ერთხელ აფხაზი მთავრობის რომელიღაც წარმომადგენელი იყო აფხაზთა კრებაში ჩვენთან და დიდი ხნის უკან რომელ პარტიაში ხარ, რომელ წარმოადგენ მე ოცნებაში, მაგრამ ოპოზიციონერი ვარო. არაფერი არ მithვია, რა უნდა მეთქვა. აი ესეთი სიტუაცია აფხაზეთში. იქ ყველა რუსეთის მხარის არის საბოლოოდ. საბოლოოდ ქართველების წინააღმდეგ და რაც შეეხება ჩვენს იმ პერიოდში, როცა დაიწყო უნივერსიტეტების დაშლა და ჩვენი მიმართ ესეთი შეტევა, რამოდენიმეჯერ მე დამირეკეს ამაზე ვსაუბრობდი სოხუმიდან. კიდე მუშაობო? გავეცი კი მეთქი. ხო, არ დაგშალესო? სიხარული იყო იქ. ხალხი ზეიმობდა. გარკვეული კატეგორია ადამიანების რა თქმა უნდა. ასე რომ თქვენ რო საუბრობთ იმ შემდგომ პროცესებზე განვითარება, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელია. და ერთი მინდა შეკითხვა 5 წუთი დარჩა და თქვენ როგორც სამურზაყანოს ერთ-ერთ საუკეთესო წარმოადგენელს მეცნიერს მინდა გითხრათ რომ ახლა მე მორწმუნე კაცი ვარ როგორც თქვენ და სხვები და ახლა ვერსის შემდეგ აი საერო ადამიანებში ჩემთვის ყველაზე დიდი მაგალითი იყო ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერი შეშელეთელი ილია ბეკუ. ახლა 17 წელს დასამალი არ არის რომ სოხუმის ესე იგი აფხაზეთის ესე იგი ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა მაშინ ჟორდანია იყო ოთარი, მე ახლა ვარ 21 წლიდან, მაგრამ ბატონი ოთარი მაშინ იყო 17 წელს, ასევე აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ასე ახლა ქვია აფხაზეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჩვენი პროფესორი, ცნობილი მიკრობიოლოგი ზაურ ზურაბ ლომთათიძე, ასევე აფხაზეთის ზუსტად ბატონი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც იყო მინისტრთა სამეფოს თავმჯდომარე, მხარს უჭერდნენ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მინიჭებოდა ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერის აფხაზეთის მკვიდრის აკადემიკოს ილია ბეკუას სამწუხაროდ მაშინ უნდა ითქვას სიმართლე რომ ამას მხარი არ დაუჭირა შეგნებულად მოამზადა ხალხი და ეს საკითხი ჩააგდო ყოფილმა რექტორმა ბატონმა ჯონი აფაქრიძემ. მან მათ შორის დღეს არის იქ ჩვენთან უნივერსიტეტში თქვენი კოლეგის მეუღლე ის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელია ლია ახალაძე ისიც მონაწილე იყო იმაში რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ მინიჭებოდა აკადემიკოს ილია ბეკუას სახელი რადგანაც მისი არგუმენტი ყოფილა ძალიან დოსუსურია ჩემს კუთხით რომ თუ ილია ბეკუას სახელს დავარქვებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამით ილია ბეკუას სახელი დაჩრდილა სოხუმს და ივანე ჯავახიშვილის სახელი არ დაჩრდილა თბილისია ჯავახიშვილი სამწუხაროდ საკითხი ჩავა. მე რატომ ვლაპარაკობ ამას? ბატონო ელგუჯა. სადაც მე არ ყოფილა თქვენ დადიხარ, მე დავდიხარ, მაგრამ მე ახლა რაღაც მათემატიკოსი ვარ. ყველგან საქართველოს იცნობენ, მათემატიკოსი ყოფილი. ილია ბეკუათი, ნიკოლოზ მუცხელიშვილი. და თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 17 წელს მივანიჭებდით ილია ბეკუას სახელს. მათ შორის თქვენ რომ ძანეთი მინისტრის მოადგილე ან პოლკოვნიკი პოლიციის ისე პირდაპირ გაბედავდნენ რომ ამ დიდი ბუნდერაზილ ქართველის სახელობის უნივერსიტეტი რომ დაეჭიხა თქვენი აზრი ზოგადად მომავალში რომ ეს გაკეთდეს იმიტომ რომ მომავალ წელს უსრულდება ილია ბეკუას ასოციაცია. კი ბატონო ვიცი მე ამაყი ადამიანი ვარ რომ ილია ბეკუას ბუნდერაზილ ილია ბეკუას რაიონს წარმოუადგენთ, სხვათა შორის 80 წლის იუბილე რო იყო, მე მაშინ გალში ვიყავი და
სახს მუზეუმში ფიზიკურად ვიმუშაობდით, აი დიდი სიამოვნებით აღვადგინეთ, ეხლა ანგრეულია რა ნახე სურათები და თქვენ ყოველთვის ახსენებთ ამას და ეს კარგია, საინტერესო იდეაა და მართალი გითხრათ, მე არა ვარ მცად ამაზე რომ გითხრათ როგორ, მე ვფიქრობდი ამაზე ერთ პერიოდი ხო არ იქნება ეს რაღაც პოლიტიკური და რაღაც ზეწოლები და რაღაცები, მაგრამ მე მგონი ამას ცუდი არაფერი არ იქნება. არა, ილია მეკუა თვითონ გვარა სახელმწიფო უნივერსიტეტი ილია მეკუას სახელობის, რა ვიცი, ამას ცუდი არაფერი არ იქნება. და რასაც უნივერსიტეტში ხარს უჭერდნენ თუ არ უჭერდნენ, ეს მე მგონი რაღაც მოტივაცია კი არა, რაღაც ზედაპირული საუბრის გამო, თორე ამას დაფიქრება ჭირდება. ამას განხილვა ჭირდება. ჩვენ მადლობა რომ ყოველთვის ასე იმაშვებით. კი ბატონო. დიახ. ჩვენ ამით დავამთავრეთ გადაცემა და შემდგომში ჩვენ ესე იგი მე შემდეგ კვირას არ ვიქნები კაპადოკიაში მივდივარ, უნდა მოვინახულო წმინდა ნინოს მშობლიური ადგილები და ორ კვირაში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს განათლება და მეცნიერებაზე. დიდი მადლობა ბატონო ელგუჯა, კარგად გრძანდებოდეთ. თქვენ მადლობა, კარგად იყავით.